მოგესალმებით ყველას მეგობრებო. კაი, ხნის შესვენების მერე დავბრუნდი. იმედია, აწი უკვე ძალიან ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. არის ძალიან ბევრი თემა დამიგროვდა, ძალიან ბევრი გამოცდილება, რომელიც მინდა გაგიზიაროთ. ასე რომ დავიწყოთ. პირველი მინდა დავიწყო, რა თქმა უნდა, ბალბით და მერე მივყვეთ თანდათანობით სხვა დანარჩენ ყვავილებსაც. თუ რამე კითხვები გექნებათ, აუცილებლად დამისვით, აუცილებლად გიპასუხებთ. აი, მინდა განახოთ აი ეს ბალბა. შეხედეთ, როგორ გამოიყურება ის უსიცოცხლო, აშკარად რაღაცა ჭირს. ხელები მეფხანებოდა აქამდე ვიტბენდი, რომ თქვენთვის მენახებინა. აი ამ ბალბას შველა უნდა. ახლა განახებთ. ამ ბალბას არაფერი არ უნდა. შეხედეთ, რა კარგად გამოიყურება და ამ დროს ყვავის მშვენივრად. კაი მწვანე ფოთლები აქვს, აგერ თესსაც იკეთებს. ამ ბალბას არაფერი არ ჭირდება აბსოლუტურად, მაგრამ აი ჩვენ პირველ ბალბას აშკარად რაღაცა პრობლემა აქვს, რომელიც უნდა ნახოთ ახლა რა ხდება. დააკვირდით იმასაც, რომ სახელს ახლებთ ის ირყევა. ანუ ფესვი კარგად არ არის დამაგრებული. ანუ რაღაცა დალპობის პროცესი დაეწყო ამას, მაგრამ რაღაცა ცოცხალი ფესვებიც მაინც არის და რაღაცით მაინც იკავებს თავს. მოდი ვნახოთ რა ჭირს ამ ქალბატონს. გამოვიღებ. არ დავიწყებ ფესვის გაფრთხილებას, ან გადაგორებას, იმიტომ რომ აშკარად უყურეთ, აი ერთ წამში ამოვიდა. ოთხი დავპალმეთქი. უყურეთ მეგობრებო. მოდი გავჭრათ. და ნახოთ. ეს რატომ მოუვიდა? ექსპერიმენტის სახით მიწა შეუცვალე, სხვა მიწაში გადავიტანე და აშკარად არ მოუხდა. ზედმეტად როგორც ყველა ბალბას ვწყავ, ისე ვწყავ ამასაც, რომ ვთქვათ, რომ აი უყურეთ რა მშრალი მიწაა. აი ასე რომ დააჭერ ხელს, იქიდან სითხე გამოდის აშკარად. ეს არის ძალიან უძველესი სორტია, სორტი, რომელიც არავის აღარ ახსოვს. ერთ-ერთი ჩემი პირველი ბალბა იყო. ამისი დუბლიკატი არ მაქვს, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს არ ვიცი რა ჭირს. უკვე მესამე წელია ვცდილობ ეს ბალბა გავახარო. გაიხარებს, აი იყვავილებს, მაგრამ მე რაღაცა მოსდის. ასეთ დროს იძახიან, თითქოს გაგებუდა ბალბა, მაგრამ რა ვიცი აბა. არაფერს არ ვაკლებთ და რატო უნდა გავუტულიყო? მესმის. ეხლა რა შეგვიძლია ჩვენ ერთადერთი რაც შემიძლია მე გავაკეთო, ისევ ცადო, სანამ შეიძლება კიდე. აი უყურეთ მეგობრებო, ამას არაფერი მოჭრა, არაფერი აღარ უნდა. პირდაპირ ჩავდებ მიწაში, რომ იხაროს. ეს აუცილებლად გადარჩება, იმიტომ რომ ესეთი ღეროა, თვითონ, მაგრამ რა ვიცი, აბა ღეროც მორბილებულია. შანსი უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე ამას გავაკეთებდი მე უფრო ადრე. აქ ამ ღეროზე ამის გადარჩენა უკვე შეუძლებელია, რადგან ძალიან პატარაა და ეს არ გაიხარებს. ასე რომ ვეცადოთ, აი ხა სადამდე არ ბილი. მოდი ესე გადავჭრათ. აი ესე. კი. რაც მოვჭერი, ის ადგილი არის მწვანე, ასე რომ
ეს აუცილებლად გადარჩება გული დამწყდა. თუმცა რას ველოდი უკვე სცენარე როცა შეხედავთ უკვე რომ რბილია, აშკარად ის უკვე მიწაში აღარ ჩერდება, მოძრაობს, ეს უკვე ასიანი უნდა ამოიყვანოთ, ღეროები მოჭრათ და ეცადოთ რომ თვითონ ეს ღერო გაამრავლოთ და გადაარჩინოთ. სხვა ვერაფერს ვერ იზავთ, რადგან უკვე ფესვიც კი აღარ ქონდა. უკვე ესეც მოუპა. არ ვიცი რა დაემართა, ესე ხშირად ხდება ხოლმე, კი, ამიტომ ყოველთვის ვიცახი, რომ აუცილებლად უნდა გქონდეთ დუბლიკატი. დუბლიკატი, რომ გული არ დაგწყდეთ, რომ აი ეს თქვენი საყვარელი ბალბა აღარ აყავთ და მე უნდა ეძებოთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ეს სორტი რომც მომინდეს, ალბათობით ალბათ ვეღარ ვნახავ ვერსად, იმიტომ რომ უკვე ყველა ცდილობს იყიდოს ახალი შემოსული ბალბები, სელექციონერებისგან ულამაზესი ბალბებია კი გეთანხმებით, მაგრამ მოსავლელათაც უნდა იცოდეთ, რომ საკმაოდ ზოგს თავისი ხასიათი აქვს და უნდა შეუწყოთ. ზოგი ძალიან ადვილად მრავლდება კიდევაც და მოსავლელათაც ადვილია, ამიტომ ყოველთვის ეცადეთ ისეთი სორტი აიჩიოთ, რომ ჯიში აერჩიოთ ბალბის, რომელსაც უფრო ადვილი მოსავლელია. ამაში დაგაკვალიანებთ აუცილებლად, უმჯობესია რომელი ბალბა აერჩიოთ განსახეობის. ეს პატარა ვიდეო მინდა ჩავწერო ჯერ შესავალისთვის, შემდეგ აუცილებლად ჩავწერ, მინდა გადავჭრა ამპელური ბალბები, გასწავლოთ როგორ გადავჭრათ ისინი. ეს იყო და ეს ჩემო კარგებო დღეისთვის, რაც მინდოდა მენახებინა. კარგად იყავით, აწი უფრო ხშირად შევხვდებით ერთმანეთს, ნახვამდის.